დიდარიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამე თუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდანი სამნი ყრმანი იხარებდეს და წინასწარმეტყველი დანიელ ლომთა მწყსად, ვითარცა ცხოვართა გამოსჩნდა. მათითა მეუხები და ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენი. ამინ. დღეს ახალი სტილით 30 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ დანიელს და სამღრმას, ანანიას, აზარიას და მისაილს. ღირს დანიელ აღფსარებელს, ბერობაში სტეფანეს. ქრისტეს შობამდე 600 წელს, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდნოსორმა იერუსალიმი დაიპყრო და სოლომონის ტაძარი დაანგრია, უამრავი ებრაელი დაატყვევა. მათ შორის ხილვით ჩვენიერი ყმაწვილები გამოარჩია და მათი წარმართულ მწიგნობრობაში განსწავლა გადაწყვიტა. ტყვეჭაბუქთა შორის იყვნენ დანიელი, ანანია, აზარია და მისაილი. მათ უფალს რომ არ განშორებოდნენ, კაცრად შემოიზღუდეს თავის საცდურისაგან. ისინი ფარულად ლოცულობდნენ და მხოლოდ მწვანე ლეულსა და წყალს ღებულობდნენ. ამისთვის ჭაბუკებს უფლისაგან ღვთიური სიბრძნე მიენიჭათ. მხოლოდ წმინდა დანიელმა შეძლო ნაბუქოდნოსორის საზარელი სიზმრის არა მარტო შინაარსის, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობის გაცხადება. მეფემ ამისთვის ყმაწვილი ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე წარმართმა მეფემ ოქროს კერპი ჩამოასხმევინა და ბრძანა, ყველას შეეწირა მისთვის მსხვერპლი. ამაზე უარის თქმისთვის სამი ყრმა, ანანია, აზარია და მისაილი, გახურებულ ღუმელში შეყარეს, მაგრამ ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ. ამის შემყურე მეფემ ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. მეფე ბალთაზარის ზეობისას წმინდა დანიელმა განმარტა უცნაური წარწერა, მანე, თეკელ, ფარეს, რომელიც სასახლეში წარმართული ნადიმის დროს გაჩნდა კედელზე და ბაბილონის სამეფოს დაცემას მოასწავებდა. სპარსეთის მეფის დარიოსის მმართველობისას წმინდა დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყვილეს, მაგრამ ხეცები არც მიყარებიან უფლის რჩეულს. წმინდა წინასწარმეტყველს უფალმა მთელი სამყაროს მომავალი განუცხადა. მან ზუსტადი წინასწარმეტყველა ქრისტეს განგაცების ჟამიც. სწორედ დანიელმა უშუამდგომლა ებრაელებს მეფე კიროსთან და მას ტყვექვნილი ერის გათავისუფლებას თხოვა. თავად წმინდა წინასწარმეტყველი კი ტყვეობაში აღესრულა. მას არ ღირსებია თავის სამშობლოში დაბრუნება. მოგვიანებით ნეტარის წმინდა ნაწილები წმინდა ელენე დედოფალმა კონსტანტინოპოლში გადაასვენა. ერთი ცნობით ანანია, აზარია და მისაილი დანიელის მსგავსად მშვიდობით მიიცვალნენ. კირილი ალექსანდრიელი კი მოწმობს, რომ მათ სპარსეთის მეფის კამბიზის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს. სინას მთის ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს ცნობა იმის შესახებ, რომ ვარამის სპარსთა მეფის მმართველობისას მომხდარა წმინდა ანანიას, აზარიას და მისაილის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს არის ანგელოზის დღე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრისა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელისა. ვილოცავთ მაღალ ყოვლათუსამღვდელოეს მეუფეს ანგელოზის დღეს. წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის მეოხებით უფალმა მიხმადლოს მას სულიერი და ხორციელი სიმრთელე.